ახლა ჩვენ დავისაუბროთ მოგზაურზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არასწორ დროს ჩამოვიდა თბილისში, იმიტომ რომ თბილი პერიოდი არ იყო და აი ამ რაღაცა ნაცრისფერმა ხედებმა იმდენად დათრგუნა, რომ არა აქაური სტუმართმოყვარეობა და დახვედრის და გამასპინძლების წესები ალბათ ძალიან ცუდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებოდა თავის ქვეყანაში. თუმცა სწორედ აი ამ სოციალურმა ფაქტორებმა, ასე ვთქვათ, და ადამიანურმა ურთიერთობებმა და ხასიათმა განაპირობა ის, რომ წიგნიც კი მეოწყნა ჩვენს ქვეყანას. უნდა ვისაუბროთ 1822 წლის ზაფხულში თბილისში ჩამოსულ შოტლანდიელ მოგზაურზე და ბოტანიკოსზე რობერტ ლაიელზე, რომლის შთაბეჭდილებებზეც არის წიგნი შექმნილი და ეს შეეხება თბილისურ ცხოვრების წესს, საბანოებს, ქალებს და მათ ყოფას, საინტერესო სოციალურ ასპექტებს, რასაც პირველ რიგში ამჩნევენ ხოლმე უცხოელები. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ ის, რომ მოგზაურის აქ ჩამოსვლა თბილ პერიოდს არ დაემთხვა და რომ არა ქართველების აი სტუმართმოყვარეობა არც თუ ისე დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვებდა ჩვენს ქვეყანას, მას აქვს ასეთი ჩანაწერი, რომ თბილისში ჩვენ შევედით წლის ყველაზე უარეს დროს და დაგვეუფლა უსიამოვნო გრძნობა და საკმაოდ იმედის გაცრუება. მოგზაური, რომელმაც ქალაქი აღიქვა როგორც საცოდავი, ბნელი ქალაქი მღრიე მდინარის პირას. ეს იყო მისი პირველი შთაბეჭდილება. თუმცა ლაიელმა დეტალურად აღწერა მოგვიანებით ქალაქის არქიტექტურა, რომლის კოლორიტსაც აზიური და ევროპული სტილის ნაზავი ქმნიდა. მან საკუთარ ნაშრომს დაურთო ასევე ცნობილი გრაფიკული ჩანახატები, მათ შორის არის რომაული ხიდი მტკვარზე და თბილისის ციხე. პირველი შთაბეჭდილების შემდეგ კრიტიკულად განეწყო თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების, ფენაფენად ბრტყელი აგურით, ტალახით და კირით ნაშენი სახლების მიმართ, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო. ვერც ბაზარმა და აბანოებმა დაუტოვა მას სასიამოვნო შთაბეჭდილება პირველ ეტაპზე, თუმცა მოიხიბლა მეკისით, აბანოს რიტუალებითა და შემდგომი პროცედურებით. მან თქვა, რომ აი ასეთი საუცხოო ბანობა მე არასდროს განმიცდიაო და წერდა, რომ ახლა იოლად წარმოვიდგენ თუ ადგილობრივები საათობით ხან მთელი დღითაც რატომ რჩებიან თბილისის აბანოებშიო. მისი ჩანაწერები მოიცავს როგორც თბილისის, ისე მთლიანად საქართველოს ისტორიას და ცნობებს, ისეთი ცნობილი ფიგურების შესახებაც, მათ შორის როგორც იყო მაგალითისთვის ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელთან ერთადაც ლაიელმა მოგზაურობისას გზის გარკვეული ნაწილი გაიარა, ეს უფრო კახეთის ტერიტორიას შეეხებოდა. დაათვალიერა მუხროვანი, გომბორი, თელავი, ყვარელი, გრემი, ალვანი და ალავერცაც ესტუმრა. 1823 წლის აგვისტოში დაბრუნდა ის ლონდონში და გამოსცა ნაშრომი, რომლის შესახებაც ახლა ჩვენ საუბრობთ. ლაიელზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის ფიზიკურმა მახასიათებლებმა, რასაც მისი ეპოქის მრავალი ევროპელი მოგზაური იზიარებოდა. მაგალითად ის აღნიშნავს, რომ ქართველები საოცრად სიმპათიური რასის წარმომადგენლები არიან, რომ მამაკაცები მაღლები, კარგი და დიდებული აღნაგობის არიან, ქალები კი სილამაზით არიან განთქმულნი. ასევე აღნიშნა კულტურაში კეთილშობილური სტატუსის ფართოდ გავრცელების შესახებ, რასაც ძალიან იფერებდნენ თურმე ქართველი დიდგვაროვნები. ჩანაწერს წაგიკითხავთ, საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც შეხვდებით და რომელიც გლეხიან მონა არ არის, თავს თავადად მოიხსენიებს. აქ ტიტულები იმდენად გავრცელებულია, რომ უცხოელების თვალში ფასიც კი დაკარგაო. საინტერესოა ქართველებიც ამგვარად უყურებდნენ თუ არა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დიდგვაროვნების, აზნაურობის და თავადობის გვარებით დღესაც ბევრი ამოყობს ჩვენს ქვეყანაში, არა თუ იმ წლებში და იმ საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ ლაიელი აღფრთოვანებული იყო დიდგვაროვნების მანერებით, კრიტიკულად იყო განწყობილი ადგილობრივი ცხოვრების წესის მიმართ. მიანიშნებს აღმოსავლური წესჩვეულებების ძლიერ გავლენაზე. მაგალითად ამბობს, რომ ჩვენ გვიყვარს კეიფი და ღვინო, რომელსაც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ქართველები, ისინი როგორც წესი ერიდებიან მძიმე შრომას და არ აქვთ კომერციული ინდუსტრია. ესეც კულტურული განსხვავება იყო ცხოვრების წესსა და ალბათ ხარისხს შორისაც, ქართველებსა და ევროპელებს შორის მაშინ, ის რომ ნაკლებად იყო ინდუსტრიული ქვეყანა საქართველო. ლაიელი ნაკლებად აღნიშნავდა თუ როგორ ახასიათებდა როგორ აისახებოდა ქართველი ხალხის ხასიათსა და ჩაცმულობაზე თბილისის მდებარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთდროულად ევროპული და აზიური ქალაქი იყო და ეს ყველაფერი ჩაცმასაც შეეხებოდა.
თბილისის ბაზარი წარმოადგენს ყველაზე უნიკალურ და საინტერესო სანახაობას. ქართველების, სპარსელების, სომეხი და რუსი ხალხის ენისა და წესჩვეულებების გასაოცარი კონტრასტი უქმნიდა მოგზაურს სწორედ აი ამგვარ აღქმას და შთაბეჭდილებას. აი საინტერესოა ხოლმე ხო ერთ-ერთ შემთხვევაში მოგზაურების შეხედულება ბაზართან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს იყო ალბათ ერთადერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი თბილისში, სადაც ყველას შეეძლო მოხვედრა. თუ გინდოდა რა ხდებოდა თბილისში, ალბათ პირველი ლოკაცია იყო ბაზარი, სადაც ყველას და ყველაფერს შეხვდებოდი ნებისმიერი ფენის, რასის და რეალურ ცხოვრებასაც ალბათ იქნახავდით, თორემ ევროპული ნაწილიც ჰქონდა თბილისს, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ძალიანაც ლამაზი იყო, კარგი მანერებითაც გამოირჩეოდა იქ ხალხი და ევროპული ჩაცმის სტილითაც, თუმცა ეს არ იყო საერთო. მაინც უფრო აზიურში მოხვდა. ეს საინტერესებდათ პრინციპში, ეს იყო განსხვავებული მათგან, ევროპული ქუჩები და ცხოვრების ყაიდა საკუთარ ქვეყანაშიც ჰქონდა ნახი. ლაიალმა აღნიშნა, რომ სპარსული გავლენის გამო ქართველი ქალები გარკვეულწილად შეზღუდულნი იყვნენ ცხოვრების წესში, თუმცა ეს შეზღუდვები ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქალბატონები დიდი ბუნებრივი ხიბლით გამოირჩეოდნენ, როდესაც ისინი საჯაროდ გამოდიან, ლამის ფარდებში არიან გახვეულნიო, მაგრამ ევროპული მანერების გავლენა თანდათან ცვლის მათ აი ამ განმარტოებულობას და ცხოვრების წესით სხვათა შორის აი სოციალურ აქტივობებს გულისხმობ. ლაიელის თქმით, ძალიან ისეთი მოკრძალებული იყო ქალების შემთხვევაში, ძირითადად მაინც ისეთი საქმიანობებით იყვნენ დაკავებულები, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებას არ მოიაზრებდა. აი მაგალითად ისინი კერძოდ მუშაობდნენ ბინაზე, ან ვინმეს უვლიდნენ, ან იყვნენ დამხმარე ქალები, ან სახლში იღებდნენ მაგალითად ბავშვებს, რომ მათთვის ესწავლებინათ რაიმე, ანუ იზოლირებული საქმიანობებით გამოირჩეოდნენ, ან მუშაობდნენ როგორც აი თანამედროვე ექთნები. ძირითადად მაინც დამხმარეს როლი და ფუნქცია ჰქონდათ ქალებს. ეს მიდგომები შეიცვალა. ძალიან მიხარია. ქალები და მამაკაცები თანაბრად ინაწილებენ სურვილისამებრ ყველა იმ პროფესიას, რომლის მიმართაც ინტერესი არსებობს და ძალიან გვახარებს ეს ამბავი, რა თქმა უნდა. ფარდაში გახვეული რომ ვერცი მარახლაია.